როგორ ვიურთიერთოთ თევზების ნიშანთან? ტაროს სისტემაში კონკრეტულად თევზების ნიშანი ეს არის მე-18 არკანი, მთვარის არკანი. თევზები ზოგადად საკმაოდ ემოციურები და ემპათები არიან და შესაბამისად მათთან ურთიერთობა არ თუ ისე მარტივი არის. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ემოციების მართვა და ემოციების კონტროლი. მათთან ურთიერთობა ზოგადად თევზებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გამოიჩინოთ სიფაქიზე, მოდი ესე ვიტყოდი, ხო, გაწონასწორებულობა, არ იყოთ აღელვებულ მდგომარეობაში, მაქსიმალური სიმშვიდე, მაქსიმალური ჰარმონიის შექმნა მათთვის. ანუ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი რაც არის, ეს არის უსაფრთხო გარემოების შექმნა. აგრძნობინოთ თავი, რომ დაცულ პოზიციაში არის, არ ქონდეთ დამოკიდებულება, რომ რაღაცისგან შეიძლება საფრთხე მიიღონ. მათ უყვართ, როდესაც მაქსიმალურად გაგებით ეკიდებით, მაქსიმალურად მშვიდად ესაუბრებით, მაქსიმალურად ჰუმანურად უდგებით. მათ არ უყვართ ხმამაღლა ლაპარაკი, მათ არ უყვართ, როდესაც აგრესიას გამოხატავენ მათთან მიმართებაში. ისინი საკმაოდ მგრძნობიარები და ჰუმანური ტიპაჟის კატეგორიები არიან. ასევე გარკვეული კატეგორიით ნეგატიურ ასპექტებში თუ შევხედავთ კონკრეტულად თევზების ნიშანს, ძალიან ხშირად ეს ყველაფერი მათ გაბრაზებულ პოზიციაში, როდესაც იმყოფებიან ან თავის ინტერესების ზედ მეტად დაცვა, როდესაც უნდათ, შესაძლებელი არის ახასიათებდეთ მანიპულაციების მდგომარეობა. სიტუაციად ისეთი კუთხით შეიძლება შეგესროლონ თემები და ისეთი კუთხით მოგიდგნენ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით გაგაკეთებინონ ის, რაც შეიძლება, რომ შენ არ გინდოდეს ისეთი ასე ვთქვათ, გეგმა შეიმუშაონ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით საბოლოოდ მაინც მიაღწიონ იმას, რაც უნდათ. მთლიანობაში საკმაოდ მეგობრული ნიშანი არის, საკმაოდ კარგი ნიშანი არის, თავარი არის მას ერთგვარი red flag-ები არ გაურღვიოთ, ესე ვიტყოდი. ხო, მათ უყვართ კომფორტის ზონა, რაღაც მომენტში ცოტა ჩაკეტილი ტიპაჟები და უცნაური კატეგორიის ადამიანებიც არიან, მაგრამ ეს მათი ემოციებიდან გამომდინარე არის. ღრმა ემოციური მდგომარეობა მათ ხშირად ხელს უშლით სწორ კომუნიკაციაში და ნდობის ფაქტორის მოპოვებაშიც. მათ საკმაოდ უყვართ ხელოვნება, მუსიკა, ყველაფერად დაკავშირებული არის კონკრეტულად სილამაზის ესთეტიკასთან, ესე ვიტყოდი, ხო? თუ გინდათ რომ მათი ასე ვთქვათ გული მოიგოთ, მნიშვნელოვანი არის რომ ელაპარაკოთ ამ ინტელექტუალური თემების განხილვის კუთხით, ხო, რაღაც ისეთი საინტერესო თემებზე. მათ უბრალოდ ჩვეულებრივი საუბრებით ვერ მოხიბლავთ. მთლიანობაში ეს არის თევზების განხილვა, რაც საჭირო არის რომ იცოდეთ.